საღამომშვიდობის დღეს 27 ივნისია, პარასკევი ვსაუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. ეკონომიკური ზრდის და ცხოვრების დონის გაუმჯობესების ადეკვატურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება. 2035 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი ან წმინდა იმპორტიორი იქნება. ყველა თემასთან დაკავშირებით დავსვით აქტუალური კითხვები და შევეცადეთ პასუხის გაცემა. რაზეა დამოკიდებული ელექტროენერგიის სექტორის განვითარების კარგი და ცუდი სცენარები. იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა პროექტების განვითარებაზე და რეალურად ეს პროექტები ყველა ჩაიშლება. როგორია გენერაციის, მოხმარების და ექსპორტ-იმპორტის მიმდინარე ტენდენციები. ქსნის 200 მეგავატის სიმძლავრის შემნახველი სადგურის მშენებლობა არის κρიტიკულად მნიშვნელოვანი. და რა როლი შეიძლება ითამაშოს განახლებადი ენერგიის წყაროებმა ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდაში სამომავლო პერსპექტივაში. 2030 წლისთვის უნდა იყოს მინიმუმ 6 გიგავატი მზის ელექტროსადგური დადგმული საქართველოში. გალტენ თაგარტის კვლევა და მსჯელობა გამოწვევებზე, როგორი იქნება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი ელექტროენერგიის მოხმარების მუდმივი ზრდის ფონზე მომდევნო 10 წლის განმავლობაში. 2035 წლისთვის საქართველოს წმინდა ექსპორტიორი ან წმინდა იმპორტიორი ქვეყანა იქნება. ასეთია იმ კვლევის დასკვნა, რომელიც გალტენ თაგარტმა ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე ჩაატარა. სხვადასხვა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული და ენერგეტიკოსებისთვის მიმდინარე კვირაში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება სავარაუდოდ 30%-ით გაიზრდება და 19 ტერავატ-საათს გადააჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პარალელურ რეჟიმში გენერაციაც არ გაიზრდება, ქვეყანას დიდი მოცულობით ელექტროენერგიის ყიდვა მოუწევს. ამ მხრივ რომ სახარბიელო მდგომარეობა არც ახლა გვაქვს, ამას სტატისტიკაც მოწმობს. მაგალითად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიის ბაზრის უახლესი მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანაში 55%-ით გაიზარდა და 1,228 მილიონ კილოვატი-საათი შეადგინა. საომავლოდ კი ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ გენერაციის რამდენი და რა სიმძლავრის ახალი წყაროები გაჩნდება ქვეყანაში. მოკლედ, როგორია ელექტროენერგიის მოთხოვნისა და გენერაციის ზრდის ტემპები საქართველოში, რა მდგომარეობა შეიძლება გქონდეს მიმდინარე დეკადაში ამ ტემპების გათვალისწინებით და აყენებს თუ არა საფრთხის ქვეშ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას ელექტროენერგიის სექტორის განვითარების არსებული ტენდენციები. დღეს ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. გადაცემის სტუმრები კი იქნებიან გალტენ თაგარტის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე და კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ოპერირების მენეჯერი გიგა კუპრაშვილი. გადაცემის მსვლელობისას ტრადიციულად შემოგთავაზებთ თემაზე ჩაწერილ კომენტარებს და გაგაცნობთ გალტენ თაგარტის კვლევის დეტალებს. მას ასე დავიწყოთ და თავდაპირველად მიმოვიხილოთ ელექტროენერგეტიკის სექტორის ზოგადი მაჩვენებლები. ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის თანახმად, რომელიც საინვესტიციო კვლევითმა კომპანია გალტენ თაგარტმა სხვადასხვა ოფიციალური წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა, 2024 წელს ელექტროენერგიის გენერაცია საქართველოში შემცირდა 1%-ით და შეადგინა 14,2 ტერავატ-საათი. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, მოხმარება გაიზარდა 5,3% და მიაღწია 14,4 ტერავატ-საათს. იმპორტი გაიზარდა 55,4% და მიაღწია 1,2 ტერავატ-საათს. ექსპორტი შემცირდა 28,7% და შეადგინა 1 ტერავატ-საათი, ხოლო საშუალო საბითუმო ფასი 1 კილოვატ-საათ ელექტროენერგიაზე განისაზღვრა 5,6 ცენტით. ამავე კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 2022 წელთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 0,1 გიგავატით და მიაღწია 4,7 გიგავატს. რაც შეეხება დინამიკას, 2021 წელს ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე იყო 4,6 გიგავატი, 2017 წელს 3,9 გიგავატი, 2013 წელს 3,4 გიგავატი, 2007 წელს 3,3 გიგავატი, ხოლო 1991 წელს 3,2 გიგავატი. შესაბამისად, დადგმული სიმძლავრე საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 1,5 გიგავატით. სიმძლავრის მნიშვნელოვანი წილი 3,5 გიგავატი კი დღის მდგომარეობით მოდის კვლავ ჰიდროელექტროსადგურებზე.
მონაცემები გენერაციისა და იმპორტის ჯამური მაჩვენებლების შესახებ ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნეთ, გენერაცია შემცირდა, ხოლო იმპორტი გაიზარდა, რაც შეეხება გაერთიანებულ მონაცემებს. 2024 წელს წინა წელთან შედარებით გენერაციისა და იმპორტის ჯამური მაჩვენებელი გაიზარდა 0.3 ტერავატ-საათით და მიაღწია 15.5 ტერავატ-საათს, რაც შეეხება განაწილებას 2024 წელს ადგილობრივ ბაზარზე აკუმულირებული ელექტროენერგიის მოცულობის 74%-მდე მოდიოდა ჰიდროელექტროსადგურებზე, 18%-ით ფოელექტროსადგურებზე, ხოლო 8% იმპორტზე. მონაცემები ადგილობრივი მოხმარების შესახებ გალტენდ თაგარტის კვლევის თანახმად 2024 წელს წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 0.7 ტერავატ-საათით და მიაღწია 13.8 ტერავატ-საათს, რაც შეეხება დინამიკას 2022 წელს ადგილობრივი მოხმარება აღწევდა 14.2 ტერავატ-საათს, 2021 წელს 13.7 ტერავატ-საათს, ხოლო 2020 წელს 12.1 ტერავატ-საათს. შესაბამისად, პანდემიის შემდგომ პერიოდში იყო როგორც ზრდის, ასევე მოხმარების შემცირების ტენდენციაც და ბოლოს მონაცემები ადგილობრივი მოხმარების განაწილების შესახებ გალტენდ თაგარტის კვლევის თანახმად ელექტროენერგიის მოხმარება მოსახლეობის მიერ სტაბილურად მზარდია, კომერციული სექტორის შემთხვევაში კი მერყევი, რაც შეეხება ტენდენციას ბოლო 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მთავარი წყარო იყო აფხაზეთის რეგიონი და ბიზნესი, კერძოდ 2015-2024 წლებში ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთში გაიზარდა 4%-ით, ბიზნესში 3.8%-ით, მოსახლეობაში 2.6%-ით, ხოლო ჯამური მოხმარება, რომელშიც მოიაზრება პირდაპირ მომხმარებლები და სხვა ბიზნესი, გაიზარდა 3.3%-ით. ასე გამოიყურება ელექტროენერგიის სექტორის ძირითადი მაჩვენებლები გალტენდ თაგარტის კვლევის თანახმად. სხვა დეტალებს ანგარიშიდან გაგაცნობთ მომდევნო ბლოკებში, მანამდე კი კომენტარები და სტუმარი. წარმოდგენილი კვლევის განხილვისთვის მიძღვნილი ენერგეტიკული ფორუმიდან მომზადებული ვიდეო მასალის შემდეგ ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში სტუმარი გალტენდ თაგარტის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი და კვლევის ავტორი მარიამ ჩახვაშვილი უპასუხებს. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და ცხოვრების დონის გაუმჯობესების ადეკვატურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მეტი მწვანე ენერგიის ინტეგრაცია სისტემაში, რისთვისაც მთავრობამ 2 წლის წინ შეიმუშავა მხარდამჭერი მექანიზმი და ამ მექანიზმის დამტკიცების შემდგომ გააქტიურდა ახალი მწვანე ენერგიის პროექტები, რომლის ერთი ნაწილიც არის უკვე მშენებლობის პროცესში, გარკვეული ნაწილი ასევე არის პროექტირების პროცესში, რომელიც მოგვიანებით იქნება ჩართული სისტემაში. აქედან გამომდინარე 2030 წლამდე ის გაწერილი გეგმა, რაც არსებობს, რომ ერთის მხრივ დავაკმაყოფილოთ საკუთარი მოთხოვნა და მეორეს მხრივ გაჩნდეს დამატებით საექსპორტო ენერგია, არის სავსებით რეალური იმ ბიზნეს გარემოს პირობებში, რომელიც ქვეყანაში გვაქვს ენერგეტიკის ხელშეწყობის იმ მექანიზმების საფუძველზე, რომელიც ასევე არის დამტკიცებული. გარდა ამისა, ჩვენი რეგულირების შესაბამისად ძალიან აქტიურად განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში მიკროსიმძლავრის ნეტო აღრიცხვაში ჩართული მზის სადგურები და ჯამში დღეის მდგომარეობით 100 მეგავატზე მეტი ესეთი ენერგიის წყაროები უკვე არის ქსელში ინტეგრირებული, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში და აღნიშნული პროექტები ინტენსიურად ხორციელდება. მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე ჩვენ დავამტკიცებთ ახალ მექანიზმს მეოთხე ევროპის ენერგეტიკული პაკეტის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას და 100 კილოვატამდე მწვანე ენერგიის ქსელში ინტეგრაციის შესაძლებლობები გაჩნდება ასევე. ენერგეტიკული ბირჟის წინამოსამზადებელი სამუშაოები საკმაოდ კარგად ჩატარდა. ბირჟა ნებაყოფლობით რეჟიმში იყო ბოლო 1 წლის განმავლობაში გაშვებული და შესაბამისად იგივე გასულ წელს 6 თვის განმავლობაში კომპანიები, რომლებმაც ივაჭრეს 400.000 ლარზე მეტი ეკონომია ნახეს იმ ფასებთან შედარებით, რაც არსებობდა გარეთ და მათ ბირჟაზე როცა იყიდეს, რა თქმა უნდა, ნახეს ეს ეკონომია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსურადაც საინტერესო და მიმზიდველია ბირჟა, საბოლოო გადაწყვეტილებას მის ასე თქვათ გახსნასთან თუ გადავადებასთან დაკავშირებით იღებს მთავრობა. ჩემს თვალს არსებული ინფორმაციით ჯერ რამე გადაწყვეტილება არ მივიღია, დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღება. ორი ბლოკია პრობლემების. პირველი ბლოკი უკავშირდება არსებულ პროექტებს და ამ პროექტების განვითარებას, იმიტომ რომ ფინანსური მოდელები დათვლილია იმ საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების კონკრეტული მოცემული ისტორიული მონაცემებით, რომელიც უკვე ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, თუ კი ჩვენ გადავდივართ ბირჟაზე და მაის-ივნისში გვაქვს
ამაზე მნიშვნელოვანი ფასები, იმიტომ რომ თუ ჰიდრო მონაწილეობს წარმოქმნაში, იქ ღირებულება შეიძლება ერთი თეთრი და კიდევ უფრო დაბალი იყოს. შესაძლებელი ელექტროენერგიის მოთხოვნა მიწოდების ნაწილში, იმიტომ რომ მიწოდება იქნება ჭარბი მაის-ივნისში გასაგები მიზეზების გამო, მაშინ ეს ფინანსური მოდელები ყველა, ასე ვთქვათ, ბჭყალებში გაფუჭდება და გვექნება ძალიან სერიოზული პრობლემა პროექტების განვითარებაზე და რეალურად ეს პროექტები ყველა ჩაიშლება. მეორე ბლოკი უკავშირდება ამ ბირჟის ფუნქციონირებას იმ პირობებში, როცა სანამდე ეს პროექტები განხორციელდება, ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვარ და შემოგვაქვს ელექტროენერგია იმ ქვეყნებიდან, სადაც ესეთი ბირჟა არ მოქმედებს. და შესაბამისად მივიღებთ ძალიან უცნაურ მდგომარეობას, როდესაც გვაქვს ჩამკეტად იმპორტი და თუ იმპორტი გექნება ჩამკეტად და ესეთი ბირჟები იქ არ მოქმედებს, მაშინ ფასი იქნება ძალიან ბრტყელი, ეგრეთ წოდებული. ერთ და იგივე ფასი იქნება საათებში და ბირჟის არსი და ლოგიკა აღარ იარსებებს, იმიტომ რომ რეალურად ღირებულება ელექტროენერგიის საათების მიხედვით განსხვავებული საერთოდ აღარ გვექნება და მაშინ იგივე ეს მივიღებთ, რაც აქამდე ქონდა. ამიტომ ამას ძალიან კარგი დაკვირვება სჭირდება. შესწავლა სჭირდება, გააზრება სჭირდება და სანამდე კაბელის განხორციელება არ დასრულდება, მე მგონი ეს საკითხი უნდა გადაიდოს და კაბელთან დაკავშირებით გვექნება დრო კიდევ ერთხელ ვიყოთ მომზადებული ევროპულ ბაზრებზე გასulis ნაწილში შიდა ბაზარი როგორ იყოს ფორმირებული იმისაც რომ არც გენერაციის ნაწილი დაზარალდეს და არც საბოლოო მოხმარებელი. და ახლა უფრო მეტ კვლევის დეტალებზე დაპირების სამებრ სტუმარი გალტენ თაგარტის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი გვეტყვის. საღამომშვიდობის მარიამ, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მარიამ, მოკლედ საინტერესოა კვლევის მიგნებები შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ უფრო საინტერესო იქნება თქვენი აქცენტები ამ მიგნებებთან დაკავშირებით. რა მიგაჩნიათ ამ კვლევის მთავარ მიგნებად ამ ეტაპზე? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა თქვენს ეთერში მოწვევისთვის. დიახ, ჩვენ ნამდვილად გვქონდა კვლევა ჩატარებული, სადაც 4 ძირითად მიმართულებაზე გავაკეთეთ აქცენტი. ეს არის მოხმარება, გენერაცია, საგარეო ვაჭრობა და ელექტროენერგიის ფასი. ყველა ნაწილში გარკვეული მიგნებები გვქონდა და თითოეულიდან ალბათ ერთს გამოვყოფდი. მოხმარების ნაწილში ჩვენი მთავარი მიგნება არის, რომ მოხმარების ზრდა არის 3.3% ბოლო 10 წლის განმავლობაში და 3%-იან ზრდას უნდა ველოდოთ მომავალშიც. გამოვიკულიეთ დაახლოებით რაზე შეიძლება აქცენტები გაკეთდეს, ან რამ შეიძლება უფრო მეტად გაზარდოს ელექტროენერგიის მოხმარება. ეს არის ელექტრომობილები, ელექტროტექნიკის ფლობა, სხვა მიმართულებები და მაინც მიგვაჩნია, რომ 3%-იან ნიშნულში იქნება, მთავარი დრაივერი იქნება ისევ ეკონომიკის ზრდა. რა თქმა უნდა, თუ რამე ენერგოინტენსიური დარგი გადმოვიდა საქართველოში, ეს როგორც შეიძლება იყოს მონაცემთა ანალიზის ცენტრები და ასე შემდეგ, კი ბატონო, მაშინ გაიზრდება მოხმარება, მაგრამ ჩვენი პროგნოზით მოხმარების ზრდას უნდა ველოდოთ 3%-იანს. მომავალი 10 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, რომ ამ პერიოდიდანვე დაიწყოს ქვეყანა მზადება ამ გამოწვევისთვის, არა? იმიტომ რომ დრო მიდის და ზრდის, მოხმარების ზრდის ტემპის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო? იმის გათვალისწინებით რა რეალობაც გვაქვს. მაგრამ თქვენ გქონდათ საინტერესო შედარება სამთავრობო გეგმასთან დაკავშირებით. იქ იყო აქცენტი იმაზე, რომ სამთავრობო გეგმა ვერ აკმაყოფილებს, ესე ვთქვათ, ზრდის ტემპში, ესე ვთქვათ, ამ განვითარების შესაბამის მოთხოვნებს. აი ამაზე რა შეგიძლიათ თქვათ უფრო მეტი? დიახ, მზარდი მოხმარების დასაკმაყოფილებლად გენერაციაც გასაცვლელია. ხა ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის გენერაციის ახალი სადგურების მშენებლობის ტემპი რაღაცა გვქონდა და ჯამურად 1.2 გიგავატის სადგურები არის აშენებული ბოლო 10 წლის განმავლობაში. მაგრამ მიუხედავად ამ ახალი სიმძლავრეების დამატებისა, იმპორტ დამოკიდებულების ხარისხი ისევ იგივე გვაქვს, იმიტომ რომ მოხმარებაც იზრდება. რეალურად როგორც იზრდება მოხმარება, ისე იზრდებოდა გენერაციაც ბოლო 10 წლის განმავლობაში და მომავალშიც მოხმარების ზრდას უნდა დაეწიოს გენერაციის ზრდა, რომ არ გაღრმავდეს ჩვენი იმპორტ დამოკიდებულება. სწორედ ეს არის, რომ ტემპი თუ არ დაჩქარდა ახალი სადგურების მშენებლობის, რაც პრინციპში ჩვენ გვგონია ჩვენი საბაზისო სცენარით, რომ ეს ტემპი დაჩქარდება. რასაც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ კვლევაში გამოვყავით რა სადგურები აშენდა ბოლო 10 წლის განმავლობაში და ვნახეთ, რომ მხოლოდ სახელმწიფოს წახალისების მექანიზმით სადგურები არის, რომლებიც 2 მეგავატზე მეტია. ესეთი აშენებულები. ანუ სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმი ამ დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის
და ფაქტიურად ამის გარეშე მხოლოდ მცირე ზომის სადგურები არის აშენებული 2 მეგავატი საშუალო სიმძლავრით. და მომავალშიც, ეხლა ეს წახალისების მექანიზმი 2007 წელს შემოიღო სახელმწიფომ, მე 2017 წელს გააუქმა PPA-ის მექანიზმი და 2022 წელს დაბრუნდა უკვე CFD-ის სახით, რაც ფაქტიურად იგივე მექანიზმი არის, დეტალებში არის განსხვავება. ეს წახალისების მექანიზმის დაბრუნებამ გამოიწვია ის, რომ უკვე ინვესტორების ინტერესი გაზრდილი არის. წახალისების მექანიზმის გარეშე მშენებლობის ტემპი მნიშვნელოვნად იყო შენელებული ბოლო 5 წლის განმავლობაში 2017-დან დღემდე ზუსტადაც. ანუ თქვენ თვლით რომ ამ მიმართულებით მთავრობა კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, რომ დროულად უპასუხოს გამოწვევებს? პირველ რიგში ის რომ CFD შემოღებული არის ცალსახად დადებითი მხარე არის და ეს ჩანს კიდევაც გააქტიურებულ ინვესტიციებში, ჩვენ კვლევაში კარგად გვაქვს გაანალიზებული რა ჭირდება სისტემას. და ერთ-ერთი მიგდემა რაც ჩვენ გქონდა არის რომ სისტემას ჭირდება რაც შეიძლება მეტი რეზერვის წყარო. ეს რეზერვის წყაროს ერთ-ერთი ფორმა არის რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები. არ არის აუცილებელი დიდი კაშხლის მქონე დიდი სადგურის გაკეთება, რამდენიმე საათიანი რეზერვიც კი მნიშვნელოვნად გაზრდის ქარისა და ჰიდროს ინტეგრირების საშუალებას, მოხმარების დღეღამურობას დააბალანსებს და ასე შემდეგ. და ამ ნაწილში ჩვენ რომ გავაანალიზეთ როგორი ფინანსური მოდელები ჭდება, ჩანს რომ აი ზუსტად მარეგულირებელი ან რეზერვუარიანი ჰიდროების ნაწილში არის წახალისების მექანიზმი გასაზრდელი. თუნდაც რამდენიმე საათიანი რეზერვი რომ მოგწეს ელექტროსადგურმა, ამისთვის შედარებით მეტი ინვესტიცია აქვს ინვესტორს გასაკეთებელი და ეს უფრო მეტად უნდა იყოს წახალისებული სახელმწიფოს. გასაგებია, ქალბატონო მარიამ, ძალიან საინტერესო აქცენტი ჰქონდა ბატონ ლევან ვეფხვაძეს, რომელმაც თქვა, რომ და მან ეს საკითხი განიხილა, ესე ვთქვათ, ენერგეტიკული ბირჟის მუშაობის კონტექსტში. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია რაღაც გარკვეული პირობების შექმნა იმისთვის, რომ ელექტრონულ ბირჟაზე ფასის შესაბამისად დარეგულირება მოხდეს და ამ პროცესების სწორად მართვა მოხდეს, თორემ შესაძლებელია იმ საშეღავათო მხარდაჭერამაც ვერ წაახალისოს ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, რაც გვაქვს, ხო? აი ამ საკითხს თქვენ როგორ უყურებთ, მით უმეტეს რომ ჩვენ დღეს გავიგეთ ახალი ინფორმაცია, რომ ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნა დამოქმედება კიდევ 2 წლით გადაიდო. იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია, თქვენ ფასებზეც გქონდათ სხვათა შორის აქცენტი კვლევაში. ანუ CFD-ის ის მექანიზმი, რაც დღეს არის შემოთავაზებული, მოქმედებს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში წლიდან 15 წლიანი არის ყველა CFD, უბრალოდ ჰიდროებს 8 თვეს უფინანსებს, ქარის სადგურებს 9 თვეს და მზის სადგურებს მთელ წელს. დანარჩენი 4 თვის განმავლობაში ჰიდროებს აქვს თავისი გენერაციის 40%. ქარის სადგურებს იმ დანარჩენი 3 თვის განმავლობაში აქვს თავისი გენერაციის 25%. ანუ ფაქტიურად ამ სადგურებს ჰიდროებს 40% და ქარს 25% აქვს ბაზარზე გასაყიდად. და ეს ფასი ბაზარზე რა ფასი იქნება? მათ ფინანსურ მოდელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 40%-ს რა ფასად გაყიდი, რა თქმა უნდა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბაზარზე ბევრი კითხვის ნიშანი არის. ანუ არსებულ მოდელს შეჩვეულები ვართ, ფასის პროგნოზი შედარებით მარტივი არის, რა თქმა უნდა, ბევრი მდგენელია და ყველა პროგნოზი ჩვენს უიძახით ხოლმე, რომ პროგნოზები არის უმადური საქმე. არასდროს არ მართლდება სრულფასოვნად, მაგრამ მეტნაკლებად გაკეთებადი არის პროგნოზები არსებული ბაზრის სტრუქტურის პირობებში და ძალიან რთული არის სამოქმედო მოდელის თუ მიზნობრივი მოდელის შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი. როგორი იქნება, ვის დაუშვებენ ბაზარზე, ვის არ დაუშვებენ, ვის მისცემენ, ვის დააძალებენ, ვის არ დააძალებენ. ესეთი ბევრი კითხვის ნიშანი, როდესაც არის პროგნოზის გაკეთება, იმდანაც რთულია, რომ ფასის ზემოთ წავა თუ ქვემოთ, ამის პროგნოზის გაკეთებაც კი გვიჭირდება. და ბუნებრივია ეს ამ სექტორში საინვესტიციო გარემოსაც აზიანებს ალბათ. რა თქმა უნდა, ხა ყველა ინვესტორს, როცა მეც კი ანალიტიკოსი, რომელიც ამ სექტორს უყურებ, მთელი ჩემი სამუშაო პროცესის განმავლობაში ვეუბნები, რომ მიჭირს პროგნოზის გაკეთება და ფასის ზემოთ მიდის თუ ქვემოთ მაგასაც ვერ ვიძახი, რა თქმა უნდა, ინვესტორს ურჩევნია გარანტირებული ტარიფი, ურჩევნია სტაბილურობის შეგრძნება. მთავარი პრობლემა ალბათ, რასაც ეს ბაზრის გადადება ქმნის, არის არასტაბილურობის შეგრძნების გაჩენას და მოლოდინების
აღრევას. ზოგს სხვადასხვანაირი მოლოდინები გვაქვს. Რა თქმა უნდა, იმპორტი თავის გამოწვევებს იწვევს, ჩვენი ბაზრის სტრუქტურა და კონიუნქტურა თავის გამოწვევებს იწვევს და ამ ყველაფერზე სამუშაო არის. პრინციპში კარგი არის, რომ 1 წლით კი არ გადაიდო, 2 წლით გადაიდა, რომ იქნება 2 წლის განმავლობაში სხვანაირად გადამუშავდეს ეს მოდელები და უკეთესი წარმოდგენა გქონდეს, რა შეიძლება იყოს მომავალში. გასაგებია. სადღაცას უნდა დაისვას წერტილი და ითქვას, რომ აი ამ პირობებში ესე ვაკეთებთ. ან არ ვაკეთებთ. გასაგებია და ბოლოს მაინც რომ გადადებადი პროცესი მაინც უფრო რთული არის. გასაგებია გეთანხმებით და ბოლოს რომ დავასრულოთ, მოკლედ მაინც როგორია თქვენი საბოლოო პროგნოზი? ვიქნებით ჩვენ წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა 2035 წლისთვის თუ ვიქნებით წმინდა იმპორტიორი ქვეყანა? კარგია ეს თემა რომ მკითხეთ ექსპორტი რჩებოდა უყურადღებოდ და დიახ ორი სცენარი გვაქვს ჩვენ გენერაციის ნაჩვენები. ერთი იძახის რომ მშენებლობის ტემპი დაჩქარდება და 35 წლისთვის ვიქნებით წმინდა ექსპორტიორები დაახლოებით 5 ტერავატ-საათი ექსპორტით და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურა გაძლიერდეს. ახალი ხაზები აშენდეს მეზობელ სახელმწიფოებთან და დაგეგმილი შავი ზღვის კაბელი გაკეთდეს, რომ გქონდეს დივერსიფიცირებული ექსპორტის ბაზრები და შეგვეძლოს ყველგან სადაც ფასისმიერი დადებითი სტიმულები არის, გავიტანოთ ელექტროენერგია. ალბათ ამ პერიოდისთვისაც ბაზრის მნიშვნელობა უფრო გაიზრდება, რომ საათობრივად მომატებული ფასებით ვაჭრობად შეგვეძლოს. მაგრამ თუ ტემპი მშენებლობის ახალი სადგურების გენერაციის მშენებლობის ტემპი გაგრძელდა ძველებურად, მაშინ ჩვენი იმპორტ დამოკიდებულება უფრო და უფრო ღრმავდება. და ანუ ეხა სეზონურობიდან გამომდინარე მაისი, ივნისი, ივლისი მაინც შეგვეძლო ხოლმე ექსპორტის განხორციელება და თუ არ დავაჩქარეთ ტემპი, მაშინ ამ თვეებშიც ვერ მოვახერხებთ ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებას და ესეც დაგჭირდება მოხმარების დასაკმაყოფილებლად. გასაგებია, მოკლედ მთავარი გზავნილი არის, რომ ხელისუფლებამ და სექტორმა უნდა გაააქტიუროს მუშაობა ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. ეს მარიამ ჩახვაშვილი გახდათ გალტენდ თაგარტის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი. პირდაპირ ეთერში რამდენიმე წამში დავბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება მაია მელიქიძე, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის იგივე გრედას აღმასრულებელი დირექტორი. ის უკვე სტუდიაში იმყოფება და მალე შემოგვიერთდება, თუმცა მანამდე კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ამჯერადაც კვლევით და გავეცნოთ დეტალებს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ. გალტენდ თაგარტის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის თანახმად ტრადიციულად ელექტროენერგიის მოხმარება და ეკონომიკის ზრდა მსგავსი დინამიკით ხასიათდებოდა, თუმცა 2022-2023 წლებში ეს ტრენდი შეიცვალა, კერძოდ ამ ორ წლებში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდის ნაცვლად შემცირდა, უფრო კონკრეტულად 2022 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 11% და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა 3.2%, ხოლო 2023 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 7.5% და ელექტროენერგიის მოხმარება -7.9%. შესაბამისად, ტრენდი იყო განსხვავებული პანდემიის პერიოდთან შედარებითაც კი, როდესაც შემცირდა როგორც ეკონომიკა, ასევე ელექტროენერგიის მოხმარება. ამავე კვლევის თანახმად 2022-2023 წლებში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად შემცირების მთავარი განმაპირობებელი იყო მოხმარების კლება იმ სექტორებში, რომლებზეც მოდიოდა ყველაზე მეტი დატვირთვა, მაგალითად 2023 წელს წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 0.4 ტერავატ-საათით შემცირდა data mining-ში, რაც შეეხება სხვა სექტორებს, იგივე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება 0.3 ტერავატ-საათით შემცირდა ფეროშენადნობ ქარხნებში, ასევე 0.3 ტერავატ-საათით აფხაზეთის რეგიონში და 0.2 ტერავატ-საათით მეტალურგიულ ქარხნებში. მონაცემები ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პროგნოზების შესახებ გალტენდ თაგარტის განმარტებით 2015-2024 წლებში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდებოდა, რაც შეეხება მომდევნო 10 წელს. გალტენდ თაგარტის პროგნოზით ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდა საშუალოდ იქნება
3% 2035 წლისთვის კი გადააჭარბებს 19 ტერავატს, რაც 2025 წელთან შედარებით 5.2 ტერავატ-საათით ზრდას ნიშნავს. მონაცემები ელექტროენერგიის მოხმარების მოსალოდნელი ზრდის შესახებ კომპონენტების მიხედვით გალტენ-თაგარტის კვლევის თანახმად მომდევნო 10 წელიწადში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაში ყველაზე მეტ წვლილს 1.9 ტერავატ-საათით შეიტანს ინდუსტრია, რაც შეეხება სხვა სექტორებს, ასევე 1.9 ტერავატ-საათით მოდის სხვა ბიზნესზე, 0.6 ტერავატ-საათი ელექტრომობილებზე, 0.2 ტერავატ-საათი კონდენსიონერებზე და 0.7 ტერავატ-საათი სხვა მოსახლეობაზე. და ბოლოს მონაცემები გენერაციის და მოხმარების შეჯერებული პროგნოზის შესახებ გალტენ-თაგარტის საბაზისო სცენარის მიხედვით თუ საქართველოს შეძლებს განავითაროს გენერაციის წყაროები ისე რომ 2035 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავება მიაღწევს 24.4 ტერავატ-საათს, მაშინ 5.2 ტერავატ-საათით იქნება წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა, რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, თუ ქვეყანა ვერ შეძლებს გენერაციის ახალი წყაროების განვითარებას საჭირო ტემპით, მაშინ 2035 წლისთვის გამომუშავება მიაღწევს მხოლოდ 16 ტერავატ-საათს და ქვეყანა 3.1 ტერავატ-საათით იქნება წმინდა იმპორტიორი ქვეყანა. ეს რაც შეეხებოდა გალტენ-თაგარტის საპროგნოზო მაჩვენებლებს, ახლა ელექტროენერგიის სექტორის წარმომადგენლების კომენტარები თემაზე პირდაპირ ეთერში მალე სტუმართან მაია მელიქიძესთან ერთად დაუბრუნდებით. დაახლოებით 6 გიგავატის სიმძლავრის პროექტებია წარდგენილი სამინისტროში დასამტკიცებლად. ელექტროსისტემის პრეზენტაციიდან შევიტყვეთ, რომ 2030 წლამდე ქსანში 200 მეგავატის სიმძლავრის შემნახველი სისტემის დანერგვის შედეგად შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ დაახლოებით 1250 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების ინტეგრაცია მოვახდინოთ. ანუ განაცხადები პროექტების გაცილებით იმაზე მეტი არის შეტანილი, ვიდრე სისტემას შეუძლია ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე ყველა ხვდება იმას, რომ ზოგადად კი გვინდა განვითარება, მაგრამ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები არის განსახორციელებელი, რომ შევძლოთ განახლებადი ენერგიების ინტეგრაცია ქსელში. ქსნის 200 მეგავატის სიმძლავრის შემნახველი სადგურის მშენებლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუ გვინდა რომ გავაკეთოთ, მოვახდინოთ განახლებადი ენერგიების ინტეგრაცია ქსელში. და ძალიან კარგია ეს, რომ უკვე დამტკიცებული პროექტი არის და მალე გადავა უკვე მშენებლობის ფაზაში. პარლამენტის მიერ კანონი უკვე მიღებულია, შესაბამისად სემეკმა დაიწყო მუშაობა ნეტო დარიცხვის კონკრეტული წესების გაწერაზე. ნორმატიულ აქტში. პირველადი შეხედვით სისტემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 100 კილოვატ სიმძლავრემდე რო იქნეს ინტეგრირებული და ყველაზე მთავარი და საინტერესო არის ის, რომ ქსელში ჭარბად გადადინებულ ელექტროენერგიას რა ბედი ეწევა. ვის მიერ იქნება ეს შესყიდული და წარმოდგენილი კონცეფციით სემეკი გვთავაზობს, რომ ეს უნდა მოხდეს იგივე თელმიკოს და ენერგოპრო ჯორჯიანის მიწოდების მიერ, თუმცა დაბალ ტარიფად. ეს დაბალი ტარიფი დღეს არის დაახლოებით 5.5 თეთრი და ენერგოპროს ქსელში და 8.5 თეთრი თელასის ქსელში. მაგრამ ალტერნატივად შემოთავაზებულია ასევე თავისუფალი მიმწოდებლის მიერ ამ ელექტროენერგიის შესყიდვის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება იყოს უფრო მეტი, თუმცა აქ ისმის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, როგორ მოახერხებს თავისუფალი მიმწოდებელი ამ ელექტროენერგიის შესყიდვას. ამიტომაც ჩვენ ახლა ველოდებით უკვე კონკრეტულ წესების პროექტს. ერთ სიტყვით დღეს წარმოდგენილი მოდელით, ანუ თუ მომხმარებელი დააყენებს მზის ელექტროსადგურს და მიყიდის ელექტროენერგიას ენერგოპროს ან თელმიკოს ან თელას, ეს მაინც და მაინც დიდად მომგებიანი ვერ იქნება. თუმცა უფრო მეტად საინტერესო შეიძლება იყოს, რომ ეს ჭარბად გადადინებული ელექტროენერგია შეიძინოს თავისუფალმა მიმწოდებელმა, რომელიც მეტს გადაიხდის ამ ენერგიაში. ძალიან მნიშვნელოვანია და გარდამწყვეტია ჩვენი ქვეყნისათვის განახლებადი ენერგიაში, კერძოდ კი მზის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში ესეთი კარგი ტრანსფორმაცია და განვითარება, რაც შეეხება მომავალს, რა მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანაში მზის ენერგიას და ზოგადად განახლებად ენერგიას, მე თამამად და თავდაჯერებულად შემიძლია გითხრათ, რომ იმ ბოლო მონაცემებით, როგორი განვითარებაც მიმდინარეობს ქვეყანაში ამ დარგში, მე ვფიქრობ, რომ კავკასიის რეგიონში ჩვენ უნდა ვიყოთ და აუცილებლად ვიქნებით ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. ამის მექანიზმი თავიდან ბოლომდე გვაქვს. როგორც ჩვენ, ისევე სახელმწიფო ამის მხარდაჭერას ძალიან აქტიურად იწყებს და ანვითარებს სხვადასხვა ინსტიტუციები, სხვადასხვა ხელშეწყობები, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება ბიზნესს
და როგორც ჩვენი გამოწვევა არის, რომ ამ მიმართულებით 2030 წლისთვის უნდა იყოს მინიმუმ 6 გიგავატი მზის ელექტროსადგური დადგმული საქართველოში, რომელიც ეკონომიკურად ძალიან გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას. ძალიან დიდი პოტენციალი გახლავთ ამის საქართველოში, როგორც გამომუშავების თვალსაზრისით, ისევე არის ტერიტორიები, სადაც უნდა დაკავდეს, აშენდეს, ჩვენ როგორც ბიზნესის წარმომადგენელი ამ დარგში აქტიურად ვემუშავებით უამრავ ბიზნესს და ზუსტად ვიცით მათი დანიშნულება რა არის, ზუსტად ვიცით მათი მესიჯები რა არის და ჩვენ ყველანი ამას რეალურად პრაქტიკაში ვნახავთ მომავალ 2-3 წელიწადში. და ახლა ჩვენ შეკითხვებს საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის განვითარების ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ პირდაპირ ეთერში სტუმარი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის იგივე გრედას აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე უპასუხებს. საღამოშვიდობის მაია, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს ჩვენ ფსონი უნდა დავდოთ განახლებადი ენერგიების განვითარებაზე. იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში შეიძლება ითქვას და სპეციალისტებიც ამას ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომლებზეც შეიძლება განახლებადი ენერგიები დავაშენოთ. თან კვლევაში იყო ძალიან საინტერესო აქცენტი, შედარებითი აქცენტი იმაზე, თუ სხვადასხვა ტიპის ჰესების და ელექტროსადგურების მოწყობა რამდენად ძვირია და რამდენად რთულია. ამ თვალსაზრისითაც შეიძლება ითქვას, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები პრაქტიკულად უფრო იაფიჯდება და უფრო სწრაფადაც შენდება. აი თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? რითი უნდა დავიწყოთ დღეს მზადება 2035 წლისთვის? ძალიან დიდი მადლობა ფირუზ მოწვევისთვის, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ და აუცილებელი არის გავამოხილოთ ყურადღება, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას განახლებადი ენერგოწყაროების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს 100 წლიანი გამოცდილება და ერთ-ერთი პირველები ვიყავით, შეიძლება ითქვას, რომლებმაც ჰიდროელექტროსადგური ავაშენეთ. 1978 წელს კი ენგურჰესი იყო არა მარტო საბჭოთა სამყაროში, არამედ ზოგადად მსოფლიოში იმ 5 ქვეყანას შორის ვიყავით, ვინც ამხელა ჰიდროელექტროსადგური ააშენა. და არაერთგზის გამოცდილება გვაქვს ამ თვალსაზრისით. თუმცა ჩვენს კალათას რომ შევხედოთ, თქვენ ძალიან კარგი მიმოხილვა გააკეთეთ, გენერაციის თვალსაზრისით 75% კალათაში არის ჰიდროგენერაცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ათვისებული ჩვენი პოტენციალის მხოლოდ და მხოლოდ 25%. აი ნორვეგიას მაგალითად 97% აქვს ათვისებული ჰიდროენერგეტიკის. ეს არის გადასარევი მაჩვენებელი. ჩვენ უნდა ავაშენოთ როგორც ეგრეთ წოდებული რეზერვუარიანი ჰესები, ნამოხვანი ნენსკრა ხუდონი და ჯამში, მაშინ როდესაც ჩვენ ავაშენეთ ენგურჰესი 1300 მეგავატი არის დადგმული სიმძლავრე და სამივე ჰესი ერთად ჯამში არის 1417 მეგავატი. ანუ ოდნავ ცდება ზუსტად ენგურჰესის მაჩვენებელს. ამას ემატება მოდინებაზე მომუშავე ჰესები. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ხელშეწყობაც. თქვენ საუბრობდით მზეზე და ქარზე. უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს მზეზე და ქარზე. თუ ჩვენ 75% გვაქვს ასათვისებელი ჰიდროში, დაახლოებით 95 გვაქვს ასათვისებელი, შეიძლება ითქვას მზეში და 90 ქარში. ამ 90-იდან ვამბობ, რომ 206 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური შენდება EBRD-ის დახმარებით, ამას ფერი აშენებს და ამასთანავე 50 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურიც, რა თქმა უნდა, აშენდება და ჩვენ აღარ ვიტყვით, რომ მხოლოდ ერთი ქარის ელექტროსადგური გვაქვს, რომელიც 20.7 მეგავატს აგენერირებს დადგმული სიმძლავრე ეს არის, არამედ გაცილებით უფრო მძლავრი გვექნება უახლოეს პერიოდში. თუმცა აქ უნდა გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღება, ჩვენ ვერასდროს ვერ ჩავანაცვლებთ ჰიდროს მზეთი და ქარით. ვინაიდან მზე და ქარი არის ცვალებადი ენერგია, ეს არის ვოლატილური ენერგია. ნამდვილად, არასტაბილური ენერგიის წყარო და ამას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ერთი მარტივი რეალობა. ჩვენ წლიდან წლამდე და თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ და მადლობა ამისთვის, ხდებით იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა, ვინაიდან მოხმარება იზრდება. ჩვენ ხედავთ ელექტრომობილებს, თქვენ ახსენეთ კონდიციონერების მაჩვენებელი, ცხოვრების დონის განვითარება. შეხედვით თითქოს არაფერია, მაგრამ როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ელექტროენერგიის ხარჯვაში. სწორად ბრძანებთ. ამიტომ ეს ხარჯი საიდანღაციდან უნდა ავანაზღაუროთ და
ახლა ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს. ან ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, ან შემოგვაქვს გაზი აზერბაიჯანიდან და თბოელექტროსადგურების საშუალებით ვაგენერირებთ ელექტროენერგიას. აქ ყოველთვის კითხვა ისმის ხოლმე, რა უფრო სარფიანია შემოვიტანო იმპორტი თავად პროდუქტის ელექტროენერგიის სახით, თუ შემოვიტანო გაზი და ვაგენერირო ელექტროენერგია უკვე საქართველოში. იმისათვის რომ პროდუქტი ესეც ალბათ ერთგვარი დილემაა ენერგოდამოკიდებული ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ. მე აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან თემაზე გავამახვილო ყურადღება. ჩვენ ვართ ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა ექსპორტის ჭრილში და თქვენ არაერთ გზის აღნიშნეს თქვენ საუბრისას ამაზე გავამახვილეთ ყურადღება. ამას მე დავამატებდი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შესაძლებლობასაც. აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი და რუმინეთი. ეს 4 ქვეყანაა დღეს ძალიან აქტიური ამ პროცესში. ჩვენ თუ არ ვიქნებით თვითკმარი ქვეყანა და პირიქით არ ვაგენერირებთ უფრო მეც იმისათვის, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენ ეს პროდუქტი, ანუ ელექტროენერგია და გავყიდოთ ევროპაში, ავტომატურად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდებით ისეთ ქვეყნად, რომლებიც მივცემთ შესაძლებლობას ჩვენს მეზობლებს, რომ თვითონ აწარმოონ ელექტროენერგია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და ჩვენი გადამცემი ქსელები გამოიყენონ იმისათვის, რომ გაიტანონ თავიანთი პროდუქტი და გაყიდონ შემდეგ უკვე ევროპაში. ვინაიდან ფასი ფირუზ გახლავთ 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო მეტი ევროპაში, ვიდრე ეს არის საქართველოში. მეტ შემოსავალს ქვეყნისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი. ხელშეწყობის პროექტებზე რას ფიქრობთ? CFD-ზე მაგალითად. ის წყვეტა ალბათ მოახდენდა გავლენას სექტორის განვითარებაზე და პრინციპში ეს ნათლადაც ჩანს, რომ მოახდინა გავლენა. აი, როგორ ფიქრობთ, რამდენად საკმარისია ის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელსაც ატარებს მთავრობა ამ მიმართულებით სექტორის განვითარებისთვის? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩატარდა პირველი CFD აუქციონი, ჩატარდა მეორე CFD აუქციონი და მესამე ხელშემწყობი მექანიზმი გახლდათ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ხელშეკრულებათა გაფორმება. პირველმა CFD აუქციონმა, ვინაიდან ის პირველი იყო, გარკვეულწილად გვაჩვენა ის, რომ ინვესტორები დაინტერესდნენ და შეხედეს, აბა როგორ წარიმართებოდა ეს პროცესი და ნახეს, რომ საკმაოდ პროდუქტიული იყო. მეორე CFD აუქციონი იყო ნამდვილად წარმატებული, იმიტომ რომ გამოცხადდა 800 მეგავატზე და 1500 შევიდა განაცხადების სახით. ამას მიემატა ეს მესამე საშუალება, ანუ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა. 435 განაცხადი შევიდა სამინისტროში 11200 მეგავატზე. ჩვენი ქვეყნის დადგმული სიმძლავრე სულ 4600 მეგავატია და 11200-ზე შევიდა. აქედან 6000 მოვიდა მზის ნაწილზე, ანუ მზე უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ინვესტორებისთვის. კითხვაზე რატომ მედიანური ტარიფი იყო ძალიან მომხიბვლელი. მეორე ადგილზე ხარჯებიც, საინვესტიციო ხარჯებიც არის მცირე. რა თქმა უნდა. მეორე გახლდათ უკვე მეორე ადგილზე ქარი გავიდა და სულ რაღაც, აი ძალიან მინიმალისტური 1000 მეგავატი შევიდა ჰიდროზე. ანუ ჰიდრო ტარიფის გამო და ამასთანავე იმ გარემოს გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობიდან საკმაოდ სკეპტიკური არის დამოკიდებულება, მაინც და მაინც საინტერესო ვერ აღმოჩნდა. აი, ზუსტად ამაზე მინდოდა მეკითხა, ეს ალბათ ერთგვარად დაუძლეველი პრობლემაა ქვეყნისთვის, როდესაც წინააღმდეგობით ხდება ადგილობრივი მოსახლეობა შეესების მშენებლობას და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა მოვლენები ვითარდებოდა აჭარაში შუახევეზის მშენებლობის პარალელურად ნახეთ ნამახვანთესთან დაკავშირებული პროცესებიც, ხო? ბუნებრივი არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ნაწილები და ესე ვთქვათ ტერიტორიები, რომლებიც ღირებული და მნიშვნელოვანია დაცული იყოს, თუმცა ფაქტია, რომ საჭიროება ამ პროექტების განვითარების არსებობს. აი ამ ჭრილში როგორ უყურებთ პერსპექტივას, ესე ვთქვათ, ჩვენი ელექტროენერგიის სექტორის განვითარების. ძალიან კარგი ინიციატივა აქვს გრედას, რომელიც პასუხობს აი ამ კრიტიკულ გარემოს და სიტუაციას. ეს გახლავთ ჩვენი კანონპროექტი, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურისტებთან ერთად. საბოლოო ჯამში ნახეთ კანონპროექტი ამბობს ასეთ რამეს. იმ ტერიტორიაზე, იმ სოფელში, სადაც აშენდება ჰიდროელექტროსადგური და გადაიხდის ქონების გადასახადს, რომელიც წავა ცენტრალურ ბიუჯეტში, შემდეგ დაბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, ამ თანხის კონკრეტული პროცენტი აუცილებლად მოხმარდეს ზეგავლენის არეალში მცხოვრები
საზოგადოების ეგრეთ წოდებული community-ის ინტერესების დაცვას და მათ მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებას. ეს შეიძლება იყოს წყალმომარაგება, ეს შეიძლება იყოს ბაღის მშენებლობა, სკოლის გარემონტება. შეიძლება ერთგვარი ფონდი თუ ეს თანხა წავა მუნიციპალურ ბიუჯეტში, როგორია? ნახეთ, მუნიციპალურ ბიუჯეტში რო წამოვა, უბრალოდ მოსახლეობა თვითონ იქნება ინიციატორი, ოღონდ იმ კონკრეტული არეალის მოსახლეობა რა სჭირდებათ მათ. დღეს ხო როგორ ხდება? ანუ მუნიციპალიტეტი თავად განსაზღვრავს ამ თანხას, რას მოახმარს. მაგრამ ხშირად ყოფილა ასეთი საუბარი, რომ რადგანაც ზეგავლენის არეალს ვუწოდებთ ჩვენ, ვიცავთ აბსოლუტურად ყველას ინტერესს, თუ კი ადამიანი ცხოვრობს იმ სოფელში და რა თქმა უნდა სხვა სოფელთან შედარებით გარემოზე ზემოქმედება უფრო მეტია, მას სარგებელი უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს გრძელვადიანი და არა ერთი წლის ჭრილში. რომ აშენდა სკოლა და დავამთავრეთ. არა, წელს სკოლა აშენდა, მომავალ წელს ბაღი იქნება დღის წესრიგში, შემდეგ წელს შეიძლება სხვა რაღაცა იყოს, გზა მაგალითად და ნებისმიერი რაღაც. ანუ ასეთი მიდგომა აქამდე არ ყოფილა? არ ყოფილა ასეთი მიდგომა, ეს არის აბსოლუტურად ჩვენი ქვეყნისთვის ახალი, მაგრამ ძალიან ნაცნობი ნორვეგიისთვის. მე შემთხვევით არ ვამბობ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ისიც ჩვენსავით წყალუხვი ქვეყანაა და იქაც სერიოზული გამოსვლები იყო. მაგრამ ამ ქვეყანამ შეძლო თავისი პოტენციალის 97%. ანუ ამ მოდელმა იმუშავა კი. ჩვენც გავტესტეთ, ჩავატარეთ პატარა კვლევა და მოსახლეობისგან წამოვიდა საოცრად დადებითი დამოკიდებულება იმასთან მიმართებაში, რომ ამ შემთხვევაში უკვე ბალანსი დაცული იქნება. ეს იქნება გრძელვადიანი სარგებელი და ყველას ინტერესს მოემსახურება. ანუ იქნება კანონში ჩადებული მექანიზმები, რომლებიც მისცემს საშუალებას, რომ რეალურად ამ ადამიანებმა, სოფლის ცხოვრებლებმა განკარგონ ეს თანხები და რაიმე სხვა მიზნით არ იქნას გამოყენებული. განკარგვას არ ექნება ადგილი ამ თვითონ მოსახლეობის ყველა, იმიტომ რომ ამას კომპეტენცია ჭირდება ალბათ ამეთანხმებით, ფინანსების ცოდნა, ფულის ბუღალტერია მათ შორის და ასე შემდეგ. რეალურად თანხა იქნება განსაზღვრული, პროექტი იქნება ინიცირებული და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამის მენეჯმენტს და მონიტორინგს განახორციელებს მოსახლეობა. ძალიან საინტერესო მოდელია სხვათა შორის. გასაგებია და აი ამ მოდელის დაენერგვის შემთხვევაში როგორია თქვენი მოლოდინები და ამით დავასრულოთ თუ შეიძლება. ჩემი მოლოდინები არის საოცრად დადებითი, იმიტომ რომ ეს არის ის პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაბალანსდეს ერთხელ და სამუდამოდ მოსახლეობის ინტერესი, სახელმწიფოს მიზანი, რომ გახდეს თვითკმარი ქვეყანა და ინვესტორის დამოკიდებულება და ინტერესი, რომ მან ჩადებული თანხა მოიღოს და მოსახლეობა ყავდეს კარგ მდგომარეობაში. კარგით, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებებით თქვენ საქმიანობაში. ეს მაია მელიქიძე გახდათ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. პირდაპირ ეთერში რამდენიმე წამში დავუბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება გიგა კუპრაშვილი, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ოპერირების მენეჯერი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია ფლობს და მართავს შუახევი ჰესს, შესაბამისად საინტერესოა მისი წარმომადგენლის მოსაზრებები არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე. თუმცა მანამდე კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ამჯერადაც სტატისტიკით და გავეცნოთ მონაცემებს საქართველოსთან ელექტროენერგიის ექსპორტის ტენდენციების შესახებ. Galtend Tagartis საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის თანახმად საქართველოს ელექტროენერგიის წმინდა იმპორტი ორი ქვეყანაა. კერძოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში იმპორტი თითქმის ყოველ წელს აღემატება ექსპორტს. შესაბამისად სავაჭრო ბალანსიც ამ სექტორში უმეტესწილად არის უარყოფითი. გამონაკლისი იყო 2015, 2016 და 2023 წლები. კერძოდ 2015 წელს ექსპორტი-იმპორტი იყო თანაბარი, რამაც განაპირობა ნულოვანი ბალანსი, ხოლო 2016 წელს ექსპორტი 0.1 ტერავატ-საათით აღემატებოდა იმპორტს, რაც შეეხება 2023 წელს ამ შემთხვევაში ექსპორტი თბოგენერაციის ზრდის ეფექტით 0.7 ტერავატ-საათამდე გაიზარდა და აღემატებოდა იმპორტს, რამაც განაპირობა დადებითი ბალანსი, თუმცა 2024 წელს სავაჭრო ბალანსი კვლავ უარყოფითი იყო. ამავე კვლევის თანახმად 2024 წელს საქართველოსთან ექსპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დიდი წილი 82.6% მოდიოდა თურქეთის რესპუბლიკაზე, რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, 13.1% მოდიოდა სომხეთზე, 4.1% აზერბაიჯანზე, ხოლო ყველაზე მცირე 0.2% რუსეთზე. მონაცემები თურქეთის რესპუბლიკაში, როგორც ყველაზე მსხვილ საექსპორტო ქვეყანაში ელექტროენერგიის ექსპორტის დეტალების შესახებ
თაგარტის კვლევის თანახმად საქართველოსთან თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელდა ელექტროენერგიის როგორც ექსპორტი, ასევე ტრანზიტი. შესაბამისად აღსანიშნავია, რომ 2024 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა როგორც ტრანზიტი, ასევე ექსპორტიც. კერძოდ ტრანზიტი განახევრდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა 0.6 ტერავატ-საათით, რაც შეეხება დინამიკას. ექსპორტიც და ტრანზიტიც მკვეთრად იყო გაზრდილი 2022 წლიდან. მონაცემები ხაზის დატვირთულობის შესახებ თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში გალტენდ-თაგარტის კვლევით აღნიშნული მარშრუტის დატვირთვის მკვეთრი ზრდა დაიწყო 2021 წლიდან და პიკს მიაღწია 2023 წელს. კერძოდ 2020 წელს დატვირთულობის მაჩვენებელი იყო მხოლოდ 5%, 2021 წელს ხოლო 2022 და 2023 წლებში შესაბამისად მიაღწია 21, 66 და 81%. რაც შეეხება 2024 წელს ხაზის დატვირთულობა შემცირდა ასევე მკვეთრად და შეადგინა 53%. და ბოლოს მონაცემები გენერაციის ზრდისა და განაწილების პროგნოზის შესახებ მეზობელ ქვეყნებში 2035 წლისთვის გალტენდ-თაგარტის კვლევის თანახმად მიმდინარე დეკადის ბოლოს თურქეთში ელექტროენერგიის გენერაციის 40% იქნება თბო, ხოლო 59% განახლებადი, სომხეთში 26% იქნება თბო, ხოლო 52% განახლებადი, აზერბაიჯანში 60% თბო, ხოლო 40% განახლებადი, ხოლო საქართველოში გენერაციის 18% იქნება თბო, ხოლო 82% განახლებადი. ასეთი იყო მონაცემები გალტენდ-თაგარტის კვლევიდან. ახლა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორის კომენტარი. პირდაპირ ეთერში მალე სტუმართან ერთად დაუბრუნდებით. დღევანდელი მდგომარეობით აჭარისწყალი ჯორჯია მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს ენერგო სექტორში თავისი სოლიდური წვლილით ენერგო ბაზარზე. ჩვენ მართავთ 197 მეგავატი დადგმული სიმძლავრის სესებს შუახევსა და სხალთაში. ჩვენი ორი აგრეგატი ყოველწლიურად გამოიმუშავებს იმ მოცულობის ელექტროენერგიას, რომელიც ადგილობრივი გენერაციის 4-დან 5%-მდე წილს ფარავს. მინდა გითხრათ, რომ 2024 წელს ჩვენ შევძელით და გადავაჭერბეთ ჩვენ საპროექტო მაჩვენებელს და გამომუშავება მიაღწია 491 მილიონ კილოვატ-საათს. ეს ტენდენცია კი წელს-წელს ნარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით ჩვენ გამომუშავებული ელექტროენერგია შეგვიძლია გავყიდოთ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ გავიტანოთ ექსპორტზეც, კერძოდ თურქეთის რესპუბლიკაში. ასაც ხდებოდა გასული 2 წლის განმავლობაში, თუმცა მიმდინარე წელს გარკვეული მიზეზების გამო თურქეთში ექსპორტს აღარ ვახდით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად მუშაობთ ჩვენი ტექნოლოგიების დახვეწესა და გაუმჯობესებაზე და წარმოების გაზრდაზე. ასევე აქტიურად ვეცნობით და ვნერგავთ ბაზარზე არსებულ ინოვაციებს. წარმოდგენილი ვართ ენერგეტიკულ ბირჟაზეც, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ მალე სრულფასოვნად ამოქმედდება. რაც შეეხება გამომწვევებს თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტის შეფერხება, რაც ძირითადად თურქულ ბაზარზე ფასების არასტაბილურობით არის განპირობებული, გავლენას ახდენს ჩვენ შემოსავლებზე. ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან გამომუშავებული ელექტროენერგიის ადგილობრივი ბაზრისთვის შესაწყდი მოცულობის გაზრდაზე. ეს დაგვეხმარება უზრუნველყოთ ჰესის შეფერხებული ფუნქციონირება და ბაზრის სტაბილური მომარაგება. Contribute to the Georgian market in a long way. და ახლა უფრო მეტ საჭარისწყალი ჯორჯიას მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გალტენდ-თაგარტის კვლევის შედეგების კონტექსტში გვეტყვის კომპანიის ოპერირების მენეჯერი გიგა კუპრაშვილი. საღამოშვიდობის გიგა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბუნებრივია, თქვენ ჩართული ხართ, ესე ვთქვათ, სექტორის აქტიურ მუშაობაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენი ჰესი საკმაოდ სოლიდურ წვლილს აგენერირებს საერთო გენერაციაში ქვეყნის ელექტროენერგიის, თუმცა ბუნებრივია არსებობს გამოწვევები, რომლებზეც ალბათ თქვენც ფიქრობთ. დავიწყოთ მთავარი გამოწვევით. ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებთ მიღწევებზეც, მაგრამ მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ საუბრობდით ექსპორტზე და აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წელს ვერ განხორციელდა ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში, ეს სტატისტიკურ მონაცემებშიც ჩანს. რით არის ეს პრობლემა განპირობებული და თუ მიმდინარეობს მუშაობა ამ კუთხით, რომ დაიძლიოს ეს პრობლემა? პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რაც შეეხება ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორც წესი, 9 თვის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგია რჩება შიდა ბაზარზე, ესეთია შეთანხმება. 3 თვის განმავლობაში კი შეგვიძლია გავიტანოთ ექსპორტზე. წელს თურქეთში არსებული დაბალი ფასების გამო არ იყო რელევანტური გატანა ამ ელექტროენერგიის
და შესაბამისად წყალუხობის პერიოდში ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის დანაკარგი მოხდა, ასე რომ ვთქვათ, ჰიდრორესურსის დაღვრა მოგვიწია და ამ შემთხვევაში ბატონი სატიში საუბრობდა, რომ მეტად მოხდეს ამ ელექტროენერგიის ათვისება. ანუ არ იყოს დანაკარგები და მაქსიმალურად არ იყოს დანაკარგები და მაქსიმალურად შიდა ბაზარზე მოხდეს, ვინაიდან ვერ განსაზღვრავთ რა სიტუაცია იქნება უცხო ქვეყანაში და მომავალშიც შეიძლება ესეთი გამოწვევების წინაშე დავდგეთ. კარგად, აქცენტი გავაკეთოთ ადგილობრივ ბაზარზე. მე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თქვენი განცხადებებით აჭარბებთ თქვენ წარმოების საპროექტო მაჩვენებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა განაპირობებს ასეთ პროგრესს შეიძლება ასე ითქვას და ასეთ სწრაფ პროგრესს, რაც მისასალმებელია ბუნებრივია. 2022 წლიდან ყოველ წელს ბოლო 3 წელია სისტემატურად ვაჭარბებთ დადგმული 450 მილიონი კილოვატ-საათის ენერგიას, რაც არის საპროექტო დადგმული გამომუშავება. რამდენიმე ფაქტორი არსებობს, გამოვყოფდი ორ ფაქტორს. ეს არის გუნდის წარმატებული მუშაობა და ტექნიკური გუნდის, რა თქმა უნდა, მათ შორის და ასევე ჰიდროელექტროსადგურში გამოყენებული მაღალი ხარისხის ტექნოლოგიის და ჰიდროელექტროსადგურის არის აღჭურვილი მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებით, ასე რომ ვთქვათ. გასაგებია. საინტერესოა განვითარების პერსპექტივები თვითონ HES-ის. რაიმე გეგმები თუ გაქვთ წარმოების გენერაციის განვითარებასთან დაკავშირებით, მაგალითად ჰიდროელექტროსადგურებზე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან წარმატებულად შენდება განახლებადი ენერგიის წყაროები. აი ამ კუთხით თუ გაქვთ რაიმე პროექტები საომალოდ დაგეგმილი, ან ინიციატივები. დიახ, მოგახსენებთ. ჩვენ როგორც იცით, არის ინფორმაცია, რომ 2020 წელს გაიშვა შუახევის ჰიდროელექტროსადგური. მანამდე იყო მშენებლობის ეტაპი, ეს იყო 2014 წელს დაიწყო, მანამდე იყო პროექტირების ეტაპი. ამ პერიოდში მოხდა ტექნოლოგიური პროგრესი. წარმოებლებმა დახვეწეს თავისი ტექნოლოგიები და შესაბამისად ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაციით და აქტიური კავშირით ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ მათ ტექნოლოგიების განვითარებას და მაქსიმალურად ვცდილობთ დავნერგოთ ჩვენს ჰიდროელექტროსადგურში, რათა დახარჯული ერთეული რესურსით მოხდეს მაქსიმალური ელექტროენერგიის გამომუშავება. საინტერესოა დანაკარგების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით მიდგომა. ამ კუთხით როგორია თქვენი ხედვა და თუ მუშაობთ ამ კუთხით? დიახ, ტექნიკური დანაკარგები ჩვენი მხრიდან თითქმის მინიმალურია. ეს ამას გვეხმარება ის, რომ მაქსიმალურად მონიტორინგს უწევთ ელექტროსადგურს, ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურ მონიტორინგს და წინასწარ ხდება რაიმე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამოვლენა და მისი აღმოფხვრა. და ამ აქედან გამომდინარე შეუფერხებლად ვაწვდით ელექტროსისტემას წარმოებულ ელექტროენერგიას. რა იყო ინოვაციები და სიახლეები, რომელიც დანერგეთ ოპერირების შემდგომ პერიოდში და არ გქონდათ მანამდე, მაგალითად? რამაც გააუმჯობესა წარმოების პროცესი, გენერაციის პროცესი, მიწოდების პროცესი? ოპერირებაში აქტიურად ვახორციელებთ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას, რაც გვეხმარება შესაძლო დეფექტების წინასწარ გამოვლენასა და პრევენციაში. ასევე მონაცემთა დამუშავების მოგეხსენებათ მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიები დღესდღეობით ძალიან ვითარდება და ამიტომ ვცდილობთ ფეხი აუწყოთ და მაქსიმალურად ჩამოვარგოთ ჩვენს ენერგეტიკულ პრობლემებს და გამოწვევებს, რათა შემდეგ უკვე დამუშავებული ინფორმაციების საშუალებით მეტი წინსწრებად, მეტი პრევენცია განვახორციელოთ და აქტიურად ვნერგავთ ამ მონაცემთა დამუშავების სისტემებს, ასე. თქვენ ისაუბრეთ შემთხვევაზე, როდესაც ჭარბი ელექტროენერგიის წარმოება მოხდა, თუმცა ვერ მოხდა მისი რეალიზაცია გარკვეული მიზეზების გამო ადგილობრივ ბაზარზე. ეს ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. ხშირად ელექტროენერგიის წარმოებლები ზუსტად ამაზე მიუთითებენ და სპეციალისტები, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო გამართული ინფრასტრუქტურა ექსპორტისთვისაც, თუნდაც იმისთვის, რომ მოხდეს ჭარბი ელექტროენერგიის აკუმულირება, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენ, მაგალითად აი ისეთი, ესე ვთქვათ, სადგურების შექმნას, სადაც მოხდება ელექტროენერგიის რეზერვირება, შენახვა,
და რამდენად იქნება თუ დაინერგება ეს თქვენთვის რამდენად იქნება ხელმისაწვდომი და რამდენად გაუმჯობესებს ესე ვთქვათ თქვენ საწარმოო და შემოსავლას მარტივად რომ ვთქვათ და შეამცირებს წარმოებული ელექტროენერგიის დანაკარგებს. დიახ, მოგახსენებთ, ჭარბი მოდინების დროს, ან ჩემს ნათქვამსა დავაზუსტებ, რომ ჭარბი რესურსის დროს არ ხდება ამ რესურსის ათვისება და არ ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება. რაც შეეხება დამაგროვებელი ტექნოლოგიებს, ძალიან ეფექტური იქნება ჩვენ აი განსაკუთრებით ამ გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ჭარბი ამოდინება, შეგვიძლია მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშაოთ. თუ ამის დაგროვება მოხდება, ეს ძალიან აამაღლებს ჩვენს მარკმედებას და ყოველწლიურად მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შევძლებთ. ძალიან დიდი სხვაობა იქნება ციფრებში, მაგრამ აქ პრობლემა რაშია? ეს თანამედროვე ტექნოლოგიებია, რომლებიც განვითარების ეტაპზეა, ფინანსურად საკმაოდ ჯერჯერობით დიდი ხარჯებს მოითხოვს და ალბათ ამას ყველაფერს დრო დაჭირდება ამ სფეროს თვითონ ამ სფეროს განვითარებაში. თქვენ მოაწყოთ ეს ინფრასტრუქტურა. მე გულისხმობ თუ ქვეყანაში მოეწყობა ეს ცალსახად კარგია. თუ გვაქვს თქვენ ტექნოლოგიური მზაობა იმისთვის რომ ჩაერთოთ ამ სისტემებში, დააგროვოთ თქვენს მიერ გენერირებული ელექტროენერგია. კი, ჩვენ ამის მზაობა გვაქვს, ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ თანამედროვე ვინაიდან ესე სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, მუდმივად ვახორციელებთ კადრების გადამზადებას და ჩვენ ამისთვის მზაობა გვაქვს. თუ რაიმე სიახლე იქნება მსგავსი ტექნოლოგიური პირიქით, ჩვენი გუნდი ყოველთვის მიესალმება ამ დანერგვას და ამაში ჩვენი კუთხით, რაც საჭიროა, რომ ჩავერთოთ ყველანაირად, გვაქვს ამის მზაობა. და აუცილებლად უნდა კითხოთ ელექტროენერგიის ბირჟასთან დაკავშირებით. ეს ვიცით რომ სრულფასოვანი დამოქმედება გადავა და ანუ საბალანსო ბაზარი არ იმოქმედებს და შეიძლება ითქვას ერთგვარად სატესტო რეჟიმში გააგრძელებს ისევ ბაზარი მუშაობას, მაგრამ როგორია თქვენი პირველი გამოცდილება ამ ბირჟაზე ყოფნასთან დაკავშირებით? რამდენად არის საინტერესო ენერგეტიკული ბირჟის მუშაობა და რამდენად შეიძლება იყოს თქვენთვის დამატებითი დივიდენდების მომტანი იქ ყოფნა, ვთქვათ? ჯერ შედეგებზე საუბარი ალბათ ნაადრევია, სრულფასოვნად როდესაც მოხდება ამ ბირჟის ამოქმედება, შემდეგ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება, მაგრამ ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის რომ მსოფლიოს გამოცდილება, საერთაშორისო გამოცდილება, ევროპული გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ცალსახად კარგი იქნება ჩვენთვის. თავიდან დასაწყის ეტაპზე იქნება თავდაპირველად გარკვეული გამოწვევები, შეიძლება რაღაც შეფერხებები გამოიწვიოს ამ სიახლემ და ალბათ ამიტომაც ხდება მისი გადადება, რომ ამ დეტალების დახვეწა ხდება. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დაგვაახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან და დაგვაახლოვებს იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, საიდანაც მივისწრაფით ჩვენ ამ ეტაპზე. და როგორია თქვენი გეგმები მიმდინარე წელთან დაკავშირებით? მიმდინარე და დავასრულოთ ამით უჩელი. კი ბატონო, მოგახსენებთ, მიმდინარე წელთან დაკავშირებით დღეის მონაცემებით გვაქვს დაახლოებით 320 მილიონი კილოვატ-საათი გამომუშავება, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ როგორც ბოლო 3 წლის განმავლობაში შეგვიძლია უკვე ვივარაუდოთ, რომ წელსაც გადავაჭარბებთ ამ საპროგნოზო დადგმულ გამომუშავებას, რაც არის 450 მილიონი კილოვატ-საათი. ანუ ტექნიკურად წყალუხობის თვალსაზრისით რაიმე პრობლემებს არ განიცდით იმისთვის რომ წარმოება იყოს სტაბილური და ასევე მიწოდება პირიქით ნერგავთ ჩვენ ახალ ტექნოლოგიებს და უკვე წინასწარ ვართ ამ წყალუხობისთვის მზად და ზუსტად და მაღალი სიზუსტით ვიცით რამდენი იქნება შემოდინება სხვადასხვა პერიოდების ჭრილში, კვირის ჭრილში, თვის ჭრილში. ანუ შეიძლება გენერაციის პროგნოზირებაც შესაძლოა. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაქვს სომათ როგორც თოვს გოლდერძის და სხვა ჩვენი აუზის ტერიტორიაზე ასევე ნალექებს და ამითი უფრო ოპტიმიზაცია მოვახდინეთ და გარკვეულწილად ამიტომაც გადავაჭარბეთ დადგმულ საპროგნოზო საპროექტო სიმძლავრეს. გასაგები.
ძალიან დიდი მადლობა გიგა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. თუ გექნებათ საინტერესო აქტივობა, აუცილებლად მივაქცევთ ამ აქტივობასაც ყურადღებას და გავაშუქებთ. ეს გიგა კუპრაშვილი გახდათ კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ოპერირების მენეჯერი. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. ერთმანეთს მომავალ პარასკევს ამავე არხზე იგივე საეთერო დროს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ. ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.